მივესალმები ყველას, ყველა ჩემი YouTube გამომწერს და არა გამომწერს. ყველა ვინც უბრალოდ გადმოვარხსე და ნახავს ამ ვიდეოს და ეხლა რაღაც პატარა ვიდეოს ჩაწერა მინდოდა, ზედითად ჩემ გამომწერებს ეხება და ძალიან კარგად გაცხადებული მაქვს მე და იცით რომ ჩემი გამომწერების სურვილი ჩემთვის არის ყოველთვის უპირატესი. და ესეთმა თან ისედაც ბევრი არ ხართ ჯერჯერობით და შესაბამისად ჯერჯერობით ვახერხებ იმდეს რომ ყველას მოგაქციოთ ჯეროვანი ყურადღება. მე თუ რა თქმა უნდა აუდიტორია გაიზრდება ცოტა გამიჭირდება, მაგრამ უნდა მოვახერხო რა თქმა უნდა. პირველ რიგში მადლობა უნდა მოგიხადოთ იმისთვის რომ აქტიურობთ, წერთ კომენტარებს, უყურებთ ვიდეოებს და საერთოდ ამ სამყაროში არსებობთ რა თქმა უნდა. ეხლა შეიძლება ერთ-ერთ კომენტარს ვეპასუხები, ერთ-ერთმა გამომწერმა თხოვა რომ ფილმიდან გლადიატორი იქ იყო ესეთი ლეგიონია, ნახსენები ფენიქსის ლეგიონი და იმაზე გამეკეთებინა ცალკე ვიდეო და ვაპირებდი მართლა. მე თვითონ ამ ლეგიონზე არაფერი არ სმეროდა საერთოდ და გაგებული მქონდა უბრალოდ ესე რა ფილმიდან და რამდენჯერმე რაღაც ლეგენდებში და მითებში ძირითადად პირდაპირ ლეგიონზე და არა ფრინველზე. ფრინველის ლეგენდარული და მითიურია და აღმოსავლური ტრადიციისთვის და კულტურისთვის არის უფრო დამახასიათებელი რაღაც ჯადოსნური ფრინველი, რომელიც ფერფლიდან აღდგება და იღებს ხელახლა საკუთარ თავს. და დავიწყე ხა განსაკუთრებით ამ სახელით ლეგიონზე ინფორმაციის მოძიება, ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, ინგლისურენოვან საიტებზე, რუსულენოვან საიტებზეც. ქართულენოვან საიტებზე დიდი ისეთი არაფერი არ არის, თუმცა რამდენიმე ვებსაიტი უნდა გამოვარჩიო და კარგია ბიჭებო, ესე გააგრძელეთ. მნიშვნელოვანია რომ ქართული ინტერნეტ სეგმენტი დაუახლოვდეს და თუ საჭირო იქნება გაასწროს ინგლისურ და ბრიტანულ ენოვან სეგმენტებს. კარგი იქნება და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. და ვერაფერი რომ ვერ ვნახე, მე უკვე ვეძები ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში. ასევე მოვიძიე უფრო გვიანდელი ხანის მე-4-მე-5 საუკუნის ტრაქტატი, სამხედრო ტრაქტატი, იმპერიების ტრაქტატი, ნოტიცია ლიტერატურშიც მსგავს არაფერზე არ არის. იქ უფრო ძირითადად საუბარი არის, რა თქმა უნდა, ერთეულების მე-4-მე-5, მე-3-დან მე-5 საუკუნემდე რომის მოდერნიზებულ ლეგიონებში არსებულ ერთეულებზე საუბარი, იმათ ჩაცმულობაზე, ამოცანებზე და ასე შემდეგ. რას ასრულებდნენ ამ ლეგიონში ეს იუნიტები და ჯარისკაცები და მინდა ვთქვა რომ დეგრადაცია ხდებოდა. უკვე მარკუს ავრელიუსის დროიდან, მართლა აი ვიტყვი, მარკუს ავრელიუსის დროიდან და აურელიანეს დროიდან უნდა მოგვიანებით და დიოკლეტიანეს დროს უკვე მერე უფრო წყობლად გამოიკვეთა ეს დეგრადაცია როგორც რომაული სოციალური და ეკონომიკური კულტურის და ასევე რომაული ცხოვრების დონის, ასევე რომაული სამხედრო მანქანის დონისაც. და საშინელი დეგრადაცია განიცადა უკვე მოგვიანებით. და არც იქ ანუ ესეთი სახელით ლეგიონზე საუბარი არ კი არის, მე ლეგიონებზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ რომის ლეგიონებზე და რა თქმა უნდა იქ ყველა ცნობილი და მნიშვნელოვანი ლეგიონის სახე, სტანდარტს და საბრძოლო მიმართულებებს და ნათლობებს ჩავშლი. და არის ესეთი ლეგიონ გალიკა, ლეგიონ ბრიტანიკა, ლეგიონ ესპანიკა, მე-4, მე-9, მე-5, ეს მე-7 ლეგიონ ფულმინატა ალაუდა ეს სახელების მიხედვით რაც პირველი საბრძოლო ნათლობები მიიღეს, სადაც მოღვაწეობდნენ ეს ლეგიონები არის ესეთი ანუ იმ ადგილების კონკრეტული ადგილების დასახელებები და სადაც გარნიზონებად იყვნენ დანაწილებულები ქალაქებში, მაგრამ არაფერი არ არის ნახსენები ფენიქსის ლეგიონზე, არ ვიცი თუ ვწდები დამიწერეთ. მაგრამ არ არის შესაბამისი სახელით ლეგიონზე არაფერი და დიდი ალბათობით ეგ არის რიდლი სკოტის ფანტაზიის ნაყოფი, იმიტომ რომ კარგად ჟღერს, კარგად გამოიყურება სახელი ფენიქსის ლეგიონი და
უფრო სახელოვანი ფილმი რო გამოსულიყო, უფრო დიდებული ფილმი რო გამოსულიყო, ეს ადამიანი როგორც ადრე ფილმების განხილვების დროს ვახსენე, საკმაოდ დაძაბავდა ხოლმე იმას. თავის ასე რომ ვთქვათ, ფანტაზიას. და არის ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, პირველ გლადიატორშიც და მეორე გლადიატორშიც ხშირია. აი ამის თქმა მინდოდა და იცოდით რომ თქვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის თქვენი აზრი, მნიშვნელოვანი ხართ თქვენ. დაელოდეს დღესვე ახალ მაქსიმუმ ახალ ვიდეოს, ახალ საინტერესო ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი და დროებით მომავალ შეხვედრამდე.